მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საჩხერეში. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იყო და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართებოდა. საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი მანანა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მერაბ კოსტავას სახელობის სკვერს ეწვია და ადგილობრივებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ყველა ჩვენი თანამემამულე, თითოეული ქართველი მართლაც რომ ღირსია იმის რომ ეს დღე იყოს სათანადოდ აღნიშნული და კონდეს იმედი თითოეულ ჩვენს თანამემამულეს რომ აი ის ნიშნულობა რაც ქონდა 26 მაისს თუნდაც 1918 წელს, შემდეგ უკვე 91 წელს და აგერ 25 წელია ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. აი ეს დამოუკიდებლობა და ეს სუვერენიტეტი ჩვენი იყოს ნამდვილად რეალურად მიღწეული და მე გულისხმობ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ჩვენ საფხაზდებთან და ძმებთან, ოს თანამემამულეებთან დობის აღდგენით, მასთან შერიგებით უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ ნებისმიერი ფორმით დამოუკიდებლობა მაინც გამოიხატება სუვერენიტეტის რეალურ განხორციელებაში სრულ ტერიტორიაზე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და მე იმედი მაქვს რომ აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც ჩვენ მოვადრო და ერთად ვიზეიმებთ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მოგვიანებით მათ ერთად გვირგვინით შეამკეს მერაბ კოსტავას ძეგლი, შინმოუსწველთა მემორიალი და საჩხერის ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ბაზაზე არსებული სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი. ჩვენს უკან ფონზე ჩანს კარგად გმირთა მემორიალი, რომელმაც თავი შესწირეს 90-იანი წლების შემდეგ დღემდე ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს გამოიარა 2008 წლის ჩათვლით და ამ ადამიანებმა თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მთლიანებას და იმ თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ. ეს თავისუფლება არის ძალიან მწარედ მოპოვებული, მაგრამ ეს არის ძალიან საამაყო, აი ამ ხალხის სისხლზე დგას და ჩვენ ყოველი სამხედრო მოსამსახურე დღევანდელი და ალბათ მომავალიც რა თქმა უნდა და გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს და ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას ჩვენი სისხლის ფასად. ჩემი ძმა დაიღუპა ბესიკ ქუთათელაძის მთავარსარდალი ბესიკ ქუთათელაძესთან ერთად საჩხერელი გმირი ბიჭები ეროვნული მოძრაობის ფუძემდებლები საჩხერეში და მათი მთავარი მიზანიც იყო დღეს რასაც ხედავთ, აქ რასაც ვუყურებთ, მომავალმა თაობებმა დაინახეს, იგრძნეს ის მაშინდელი ტყილად რო არ დააღვრილა ეს სისხლი და რაღაც შედეგი მოყვა დღეს ამას ყველა ვხედავთ. რაზეც ოცნებობდა ჩემი ძმა, რომ თავისუფალი ენახა, დამოუკიდებელი ენახა თავისი ქვეყანა. ზემლებს ვერ ვიკავებ. აი მართლა მისი ოცნება ახდა. საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. და დღევანდელი დღე ბუნებრივია საზეიმო დღეა. მთელი საქართველოში აღინიშნება და მათ შორის საჩხერის მუნიციპალიტეტშიც დღეს კარგი პროგრამაა, კარგი ღონისძიებებია დაგეგმილი საჩხერის მუნიციპალიტეტში და ჩვენც ჩართულები ვართ და მონაწილეობთ ამ დიდ ზეიმში. 26 მაისს საჩხერეს ისრაელიდან საგანგებოდ სტუმრობდა დელეგაცია ქალაქ ტირათ-კარმელის მერის არიე ტალმას მეთაურობით, რომელმაც ქართველებს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სტუმარ მასპინძელმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ ქართველს, ქართველ ოჯახს, რამეთო დღეს არის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ცხოვრების ისტორიაში, ჩვენს რეალობაში. დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მინდა აღნიშნო თითოეული მოქალაქის ნატრა სურვილია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლის გამორიცხვის შემდეგაც, რომლის გარკვეული პერიოდის შემდეგ მეტი და მეტი სრული უფლება მოგვენიჭება ამ კუთხით და ის პრობლემები დაუშვათ თუ რაიმე არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისათვის მინდა ვთქვა რომ და მინდა აღნიშნო რომ
უახლოეს მომავალში შესაძლებლობა ყოფილიყოს ამის, რომ მართლაც გვეღიარებინოს ჩვენი თავის სრულ დამოუკიდებლად. მინდა ხაზგასმით მიულოცო და აღვნიშნო სამხედრო ბიჭების ხსოვნა, რომლებიც შეეწირენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ასევე მინდა ჩვენ სამხედროებს, რომლებიც ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში სადარაჯოზე დგანან, მინდა მიულოცო მათ დღევანდელი დღე და უსურო შვიდ გარემოში არსებობა, რომელი გარემოც ჩვენთვის ყოველთვის სასურველი. პირველად ვარ თქვენს მშვენიერ კუთხეში საჩხერეში. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ ვარ გაოცებული აქაური სილამაზით. 26 მაისი ქართველების დღესასწაულია. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს აქ ვიმყოფები და მაქვს საშუალება მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. მე ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ და დღეს აქ არაერთი მეგობარი შევიძინე. სტუმარ მასპინძელმა რაბი ხახაბ აბრამ ბინიაშვილის სახელობის საჩხერის ქართველ ებრაელთა სალოცავი მოინახულეს. ქართველი კაცი მონობას არასდროს შეგვიღია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება გამოუტანია, მაგრამ მისი სული ვერასდროს მონობას ვერ აიტანს და ეს კიდევ დასტური იყო ის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ მოიპოვა. მე იმედი მაქვს, რომ ეს დამოუკიდებლობა იქნება სულ მუდამ, მაგრამ ამავე დროს არ შემიძლია არ გავეხსენო ის ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ამ დამოუკიდებლობას თავის შეწირეს და ყველაზე ძვირფასი თავიანთი სიცოცხლე სამშობლოზე მიიტანეს. მინდა აღვნიშნო საჩხერიდან დავიწყება ბესი ქუთათელაძე, ჭაბუკჭილაძე და კიდევ მრავალი 40-ზე მეტი არიან. ყველა ვაჟკაცი ბიჭები, ყველა დარჩეული ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ არ დაინანეს თავიანთი სიცოცხლე და დღეს თუ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, მათი დიდი დამსახურებაა. მინდა დღევანდელი დღე 26 მაისი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღე მიულოცო ყველა საქართველოს მოქალაქეს, უსურო ყველას წარმატებები და ვისურვებდი, რომ ჩვენ ქვეყანას არასოდეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას აღარასოდეს აღარ შექმნოდეს საფრთხე. გარდა ამ ცერემონიალისა დღეს მნიშვნელოვანი დღეა საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის, რადგან დღეს სტუმრად გვყავს ისრაელიდან სტუმრები ქალაქ ტირათ-კარმელიდან, რომლებიც რამოდენიმე დღე დარჩებიან ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს 26 საუკუნოვანი მეგობრობა, ძმობა, სიყვარული ქართველთა და ებრაელთა შორის რაც არის და იქნება კიდევაც, ეს გაგრძელდება და ეს 26 მაისი, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოგილოცავთ ამ მშვენიერ დღეს და მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყოს მშვიდობა პირველ რიგში და გაერთიანება ყოფილიყოს ცხინვალისა, ოსეთისა და აფხაზეთისა საქართველოს. დღის ბოლოს კი საჩხერის ობოლათ სიმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრში ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობდა 2016 წელს ტოკიოში გამართული მხატვართა კონკურსის ბრინჯაოს მედალოსანი დავით ამყოლაძე, რომელსაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ებრაელმა სტუმრებმა დიპლომი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ქონდა დახატული პეიზაჟი. ეს გამოფენა მოხდა ნახატის გაგზავნა აქედან მოხდა სექტემბერში, 2015 წლის სექტემბერში, ხოლო 2016 წლის მარტში უკვე გამოფენა ჩატარდა და სადაც მესამე ადგილი ავიღე და ბრინჯაოს медали მოვიგე. დღეს ყველას გირაცავთ 26 მაისია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დღეს ებრაელ ხალხს შევხვდით და მათ გადმოცეს კიდევ რა საჩუქრები. მოგვიანებით კი მალხაზ ბაზაცემ და არიეტ ალმამ ორი ქალაქის, საჩხერისა და ტირათ-კარმელის დამეგობრების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. საჩხერეში მთელი დღის მანძილზე ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერის ანსამბლთა კონცერტები მიმდინარეობდა.